ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მაგივრად იმ სპექტაკლზე მიწევს კომენტირება, რომელსაც თეა წულუკიანი მართავს ეგრეთ წოდებულ კომისიაში თეას ფანჩატურში. ეს კომისია საერთოდ არ არის კავშირში სამართლიანობასთან, საერთოდ არ არის კავშირში სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან. კომისია არის პოლიტიკური ანგარიშტორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა მოამზადოს ისეთი თხრობა მათ შორის აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც ესიამოვნება რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას. თუმცა რახან ჩვენ სოლიდარული ვართ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დაზარალდა წინა და ამ ხელისუფლების დროს და ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანმა საქართველოში უნდა იპოვოს სამართალი და ნამდვილად გვინდა, რომ ამ ადამიანებმა დაიბრუნონ ქონება, აღიდგინონ საკუთარ უფლებებში საკუთარი თავი და გააკეთონ ეს სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით. ამიტომ ვართ პოლიტიკაში. აი ამ მიზნის გამო მე დღეს მოგახსენებთ, რომ ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე წარსდგა კომისიის წინაშე და რომელიც წარსდგება მომავალში, პირდაპირ არის დაკავშირებული მოსამართლეთა კლანთან, რომელიც აგრძელებს ქართული ოცნების პირობებში ადამიანების უფლებების შელახვას და რომელსაც ყავს 53 პოლიტპატიმარი ტყვედ აყვანილი. ის ადამიანები, რომლებმაც გამოიტანეს უკანონო განაჩენები ხარძიანის საქმეზე და ლეონიძის საქმეზე, ის ადამიანები ქართული ოცნების პირობებში არათუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ, არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს განაგრძობენ მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. დავიწყებ პირველ რიგში ლეონიძის საქმით, ვინაიდან სწორედ ლეონიძის საქმესთან არის დაკავშირებული პროკურატურაში გამოძიება ხაზარაძე ჯაფარიძესთან ჩვენი კოალიციის ძლიერი საქართველოს ლიდერებთან მიმართებაში. ლეონიძის საქმეში ძალიან კარგად ჩანს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელმაც თავის დროზე 2000-იან წლებში წინა ხელისუფლების დროს განიხილა ლეონიძის საქმე მის საწინააღმდეგოდ, მიიყვანა იგი გაკოტრებამდე. ისევ ამ მოსამართლემ, როდესაც ლეონიძე იყო ცნობილი პოლიტპატიმრად 2012 წელს ქართული ოცნების დროს, იგივე მოსამართლემ გააკოტრა, არათუ ქონება არ დაუბრუნა ლეონიძეს, გააკოტრა მისი კომპანია მაგნატი და სად არის დღეს ეს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი? 2021 წელს ის დააწინაურეს უადოდ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, ყველაზე მაღალი რგორის მოსამართლეა. ახლა მეორე მოსამართლე, ქალბატონი ლომთათიძე, რომელმაც ციხეში გაუშვა ბატონი ლეონიძე და უკანონოდ მიუსაჯა მას პატიმრობა. ხო არ გონიათ, რომ თეა წულუკიანმა, რომელიც წლების განმავლობაში გენერალური პროკურორის ზედამხედველი იყო, იუსტიციის მინისტრი იყო, რამე გააკეთა ამასთან დაკავშირებით. პირიქით, ქალბატონი ლომთათიძე დააწინაურეს, ის არის უვადოდ გადანიშნული, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა და აწინაურეს ერთი საფეხურით 2021 წელს, სწორედ ქართული ოცნების დროს. ყველანაირი საუბარი, რომ თეას კომისიის აზრი არის ბატონი ლეონიძისთვის უფლებების დაბრუნება, არის აბსოლუტური და დიდი ტყუილი და უბრალოდ ანგარიშტორების მცდელობა, თქვენი მოტყუება და თქვენი ყურადღების გადატანა სხვა თემაზე. ახლა მეორე საკითხი, რომელიც ეხება ხარძიანის საქმეს. ხარძიანის საქმეც ზუსტად იგივენაირად ხასიათდება უკანონობითა და ცინიზმით ქართული ოცნების მხრიდან, როგორც ლეონიძის საქმე. მოსამართლე ლელა ნოზაძე, რომელმაც გაუშვა პატიმრობაში ბატონი ბესო ხარძიანი, შემდეგ იმავე მოსამართლემ განიხილა ხარძიანის მკვლელების საქმე, წარმოგიდგენიათ? ეს კაციც ციხეში მაგან გაუშვა და მე მისი მკვლელობის საქმეც იმავე მოსამართლემ განიხილა. სად არის დღეს მოსამართლე ლელა ნოზაძე? ის არის უვადოდ გამწესებული საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში. ამიტომ ყველანაირი საუბარი, რომ ეს კომისია არის რაღაც დაკავშირებული სამართალთან, ცოტა ზევით, სამართალთან და მართლმსაჯულებასთან არის აბსურდი. აგერ შეგიძლიათ ნახეთ უვადოდ გამწესებული ლელა ნოზაძის საკითხი.
ამ კომისიის ერთად ორი ამოცანა აქვს. პოლიტიკური ანგარიშწორება და ისეთი ანგარიშის შედგენა, რომელიც სასიამოვნო იქნება რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ ხო გვითხრას ერთხელ, რომ ბოდიში უნდა მოუხადოთ საოკუპაციო ძალებს. ეს, რა თქმა უნდა, არის ამ საკითხის გაგრძელება. ჩვენთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ის მუქარა, რომელიც მოდის თეას კომისიიდან, იმიტომ რომ კომისიაც, ისევე როგორც პარლამენტი, სადაც ის არის თავმოყრილი, არის სრულიად უტაფორიული და არალეგიტიმური. ახალ პარლამენტში, ახალი არჩევნების შედეგად ჩვენ თვითონ მივხედავთ მართლმსაჯულების საკითხს, სადაც ეს და სხვა დაზარალებულები ნამდვილად მიიღებენ პასუხს მათ